Coffee break-ი წელს უკვე მესამე ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ბუნებრივია. წელს გვეყოლება 8 სპიკერი და ყველა სპიკერს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა თემებზე ექნება სასაუბრო, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. წელს შევეხებით AI სტანდარტებს copywriting-ში, რამდენად საჭიროა AI, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ, როგორ გავხადოთ ჩვენი მეგობარი. მივესალმებ მსგავს ღონისძიებებს პირველ რიგში, ამ შემთხვევაში coffee break მაიღოს ყველაფერი თავის თავზე და ძალიან კარგია სფეროს განვითარებისთვის, ინდუსტრიის განვითარებისთვის, იმისთვის, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ შეიტყოს რეალურად რასთან ეკნებათ საქმე თუ ამ გზას გააგრძელებენ და მოუნდებათ ამ სფეროში მუშაობა მომავალში. იქიდან გამომდინარე coffee break-ი პირდაპირ დაკავშირებული არის copywriting-თან და მეც copywriter-ი ვარ, გადავწყვიტე რომ copywriting-ზე ველაპარაკა და რეალურად შევეცდები გადავცე აუდიტორიას კონკრეტულად რა საქმიანობს copywriter-ი, რასთან უწევს რეალურად გამკლავება, რა არის მის თავარი ამოცანა, თავარი როლი და ზოგადად რა არის copywriting-ი. Coffee break-ი ძალიან საინტერესო არის განსაკუთრებით დამწყები copywriter-ებისთვის, სავარაუდოდ, იმიტომ რომ ძალიან კარგ, საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ იმის შესახებ, თუ რა მოლოდინები შეიძლება გქონდეთ ამ პროფესიას თუ გაყვებიან, რა დაბრკოლებები, რა შესაძლებლობები და ასე შემდეგ. ჩემი თემა პირადად არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება copywriting-ში და ვსაუბრობ იმაზე, თუ ასევე რა გამოწვევები შეიძლება გქონდეს ხელოვნურ ინტელექტს ქართულ ენაზე განსაკუთრებით და არა მარტო რა შესაძლებლობები არის, რა დაბრკოლებები არის და ზოგადად რის საშუალებას იძლევა თანამედროვე ტექნოლოგიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება copywriting-ში.